ის მოუწოდებდა ღვთიურ წერილთა რწმენისკენ, როგორებიც იყო იბრაჰიმისა, აბრაამი და მუსას, მოსეს წერილები, სალამი მათ. თავრათის, თორას, ზაბურის, ფსალმუნები და ინჯილის სახარება ასევე. მოუწოდებდა ყველა შუამავლის რწმენისკენ და განმარტა, რომ ის, ვინც ურწმუნოებას გამოიჩენდა რომელიმე ერთი შუამავლის მიმართ, ის ყველა შუამავლის მიმართ ურწმუნოდ ჩაითვლებოდა. მან მთელ კაცობრიობას ალლაჰის მოწყალება ახარა და ამცნო, რომ ალლაჰია ის, ვინც ყველა მათგანზე ზრუნავს ამ ქვეყნად და რომ ალლაჰი არის მოწყალე ღმერთი. ის ერთადერთია, ვინც განკითხვის დღეს ყველა ქმნილებას განიკითხავს, როდესაც საფლავიდან აღადგენს ყველა მათგანს. ის არის ის, ვინც მორწმუნეებს თავიანთი ნამოქმედარი სიკეთეების გამო ათმაგი საზღაურით აჯილდოებს, ხოლო ცუდი საქმეებისთვის ერთი საზღაურით და მათთვისა იმ ქვეყნად უსასრულო ნეტარება, ხოლო ვინც არ ირწმუნა და უკეთურების მქმნელი იყო, ისინი სასჯელს მიიღებენ, როგორც ამ ქვეყნად, ისე იმ ქვეყნადაც. შუამავალი მუჰამედი თავის მოძღვრებაში არ განადიდებდა თავის ერს სამშობლოს და არც საკუთარ თავს, პირიქით, წმინდა ყურანში მის სახელზე უფრო მეტჯერ შუამავლების ნუჰის, ნოე, იბრაჰიმის, აბრაამი, მუსას, მოსე, ისას, იესოს სახელებია მოხსენიებული, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი. წმინდა ყურანში არც მისი დედის და არც მისი მეუღლეების სახელებია მოხსენიებული, თუმცა ყურანში ერთზე მეტჯერ არის ნახსენები მუსას, მოსეს დედის სახელი, ხოლო მარიამი, შვიდობა მას, 35 ჯერ. შუამავალი მუჰამედი უცდომელი იყო ყველა იმ საკითხისგან, რაც შეუთავსებელია შარიათთან, ჯანსაღგონებასთან, ადამიანურ ბუნებასთან და მიუღებელია მორალურად, რადგანაც მოციქულები უცდომელნი არიან მსგავსი საკითხებისგან, რასაც გადმოსცემდნენ ალლაჰისგან. ისინი ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორიც ყველა დანარჩენი და მათ მხოლოდ ალლაჰის ბრძანებების ხალხთან მიტანა ჰქონდათ დავალებული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკიცებულება იმისა, რომ შუამავალი მუჰამედის მოძღვრება ღვთიური გამოცხადება არის ის, რომ ის დღემდე უცვლელად არის დაცული, როგორც ეს იყო მის სიცოცხლეში. მის მოძღვრებას დღეს მილიარდზე მეტი მუსლიმი მიჰყვება, რომლებიც ყოველგვარი სახეცვლილებისა და დამახინჯების გარეშე პრაქტიკულად ასრულებენ მის დოგმებს და იცავენ წესებს, როგორიცაა ლოცვა, ზაქათი, მარხვა, ჰაჯობა და სხვა. 10. ხუთით მისი შუამავლობის დამადასტურებელი ნიშნები და მტკიცებულებები. ალლაჰი მხარს უჭერს მოციქულებს ნიშნებით, რომლებიც ადასტურებენ მათი წინასწარმეტყველური მისიების ჭეშმარიტებას და აძლევს მათ მტკიცებულებებს შუამავლობის ჭეშმარიტების შესახებ. ალლაჰმა ყველა შუამავალს მისცა სასწაულები, რაც საკმარისი იყო ადამიანებისთვის, რომ ერწმუნათ. ყველაზე დიდი სასწაული, რაც კი მოციქულებს ებოძათ, არის ჩვენი შუამავლის მუჰამედის სასწაულები. ალლაჰმა მას წინასწარმეტყველური სასწაული, წმინდა ყურანი უბოძა, რომელიც იარსებებს განკითხვის დღემდე. მუჰამედ შუამავალს სხვა მრავალი სასწაული ებოძა, მათგან ზოგიერთებია ისრა და მიღრაჯი, ღამით მექქადან იერუსალიმში მოგზაურობა და შემდეგ იქიდან ზეცა და მაღლება, თვარისორად გაყოფა რამდენჯერმე ჩამოვლენილი წვიმა მისი ვედრების შემდეგ, როდესაც ღმერთს შეევედრა ხალხისთვის წვიმა ეწყალობებინა, ვინაიდან ისინი უწყლობას განიცდიდნენ. მისი ლოცვით გამრავლებული ცოტაოდენი საჭმელი სასმელი, რომელიც შემდეგ ბევრმა ხალხმა ჭამა და სხვა. ალლაჰის შეტყობინებით, წარსულში მომხდარი, მისთვის უხილავი ამბების გადმოცემა, რომელთა შესახებაც დეტალურ ცნობებს უკვე აღარავინ ფლობდა. როგორებიცა შუამავალთა, შვიდობა მათ და მათი ხალხის ამბები, ასევე ისტორია ახალგაზრდების, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში გამოქვაბულში ეძინათ ცნობები მომავალი მოვლენების შესახებ, რომლებიც ალლაჰმა აცნობა მას და შემდეგ მოხდა, რაც ალლაჰმა შეატყობინა მას. როგორიც არის ცეცხლი, რომელიც გამოვა ჰიჯაზის მიწიდან და მას დაინახავენ შამში. ყოფნი ასევე ადამიანების გატაცება მაღალი შენობების აშენებით. ამ ნიშნებს მიეკუთვნება ასევე ის, რომ ალლაჰი ზრუნავდა მასზე და იცავდა მას ხალხის ზიანისგან. ასევე ის, რომ მისი საჰაბების მიმართ დადებული აღთქმები
ცხადდებოდა როგორიცაა შემდეგი სიტყვები, თქვენ აუცილებლად აიღებთ სპარსეთსა და ბიზანტიას. უთუოდ მათ საგანძურებს ალლაჰის გზაზე. დახარჯავთ. ალლაჰის დახმარება მისთვის ანგელოზების საშუალებით. წინათ მყოფი შუამავლები ახარებდნენ თავიანთ ხალხს მუჰამედ შუამავლის მოსვლის შესახებ, ვინც მისი შუამავლობა იმახარებლა. 11. იყვნენ მუსა, მოსე, დავუდი, დავითი, სულეიმანი, სოლომონი, ისა, იესო და კიდევ სხვა მოციქულები ისრაელის მოდგმიდან. ლოგიკური მტკიცებულებები და იგავები 5, რომლებსაც ეთანხმება სარი. გონება. ეს სასწაულები, არგუმენტები და რაციონალური მაგალითები. განვრცობილია წმინდა ყურანსა და შუამავლის სუნნეთში. შუამავალი. მუჰამედის სასწაულები გაცილებით ბევრია, ვიდრე ჩვენ შევძლებთ აქ ჩამოთვლას. ვისაც მათი შესწავლა უნდა, მან უნდა მიმართოს წმინდა ყურანს, სუნნეთის წიგნებს და შუამავლის ბიოგრაფიას, სადაც არის უტყუარი ცნობები აღნიშნული სასწაულების შესახებ. ეს სასწაულები რომ არ მომხდარიყო ურწმუნო ყურეიშელი, იუდეველი და ქრისტიანი ოპონენტებისთვის, რომლებიც იმ დროს არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, ხელსაყრელი მომენტი იქნებოდა მისი ცრუდ გამოსაცხადებლად და მისგან ხალხის მოსარიდებლად. წმინდა ყურანი არის წიგნი, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა ზეშთა აგონა. შუამავალ მუჰამედს ის არის სამყაროთა ღმერთის სიტყვა. ალლაჰმა გამოიწვია ადამიანები და ჯინები, რომ მათ მოეყვანათ მისი მსგავსი ან მინიმუმ ერთი სურა მაინც. ეს გამოწვევა დღემდე გრძელდება, თუმცა ურწმუნოები კვლავ დუმან. წმინდა ყურანი პასუხობს ძალიან ბევრ ისეთ კითხვას, რაშიც მილიონობით ადამიანი გაურკვევლობაში იმყოფება. წმინდა ყურანი დღემდე ორიგინალი სახითაა დაცული არაბულ ენაზე, რომელზედაც ჩამოევლინა. მას დღემდე 100-ს კი არ მოკლებია. ის იბეჭდება და ვრცელდება, ის არის დიადი და სასწაულებრივი წიგნი. ის არის ყველაზე დიდი წიგნი, რაც ადამიანებზე ჩამოევლინა. ნამდვილად ღირს მისი წაკითხვა ან მისი თარგმანის წაკითხვა. ვინც ხელიდან გაუშვა მისი წაკითხვის ან მისი რწმენის შანსი, მან მართლაც ბევრი დაკარგა. ასევე დაცული და შემონახულია შუამავალი მუჰამედის სუნნეთი, მისი გზა და ბიოგრაფია. ისეთ თითქოს ის ჩვენ შორის ცხოვრობდა, გადმოცემულია სანდო გადმომცემთა ჯაჭვით და დაბეჭდილია არაბულ ენაზე, რომელზედაც შუამავალი მუჰამედი საუბრობდა. მისი სუნნეთი თარგმნილია 5 უზენაესი ალლაჰის შემდეგი სიტყვების მსგავსად: ჰეი ხალხო, მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოусმინეთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, ვერ შექმნიან ბუსაც კი, რომც გაერთიანდნენ ამისთვის. თუ ბუზი რამეს წაართმევს მათ, ისინი ვერ შეძლებენ მის უკან დაბრუნებას. სუსტია ის, ვინც თხოვლობს და ისიც, ვისაც სთხოვენ. 12. მსოფლიოს ბევრ ენაზე. წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნეთი ისლამისა და მისი კანონების ძირითად წყაროს წარმოადგენს. 6. კანონი, რომელიც შუამავალმა მუჰამედმა მოიტანა. კანონი, რომლითაც შუამავალი მუჰამედი მოვიდა, არის ისლამის შარიათი. ის არის ბოლო საღვთო კანონი და ბოლო ღვთიური გზავნილი. მისი საფუძვლები მსგავსია წინა შუამავალთა კანონებისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არის ფორმალური განსხვავებები. ეს არის სრულყოფილი შარიათი, რომელიც ძალაშია ყველა დროსა და ადგილას. მასში არის ხალხის სამქვეყნიური და რელიგიური კეთილდღეობისთვის ზრუნვა. იგი მოიცავს ყველანაირ ღვთისმსახურებას, რაც ევალება სამყაროთა ღმერთის მსახურებს, როგორიცაა ლოცვა, ზაქათი და ასე შენ. მასში მსახურთათვის განმარტებულია მატერიალური, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, საომარი და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნებართვები ან აკრძალვები და სხვა მრავალი საკითხი, რაც სჭირდება ადამიანებს ამქვეყნად და საიქიო ცხოვრებაში. ეს შარიათი იცავს ხალხის რწმენას, მათ სისხლს, ნამუს, ქონებას, გონებასა და შთამომავლობას. ის მოიცავს ყოველგვარ სიკეთეს თუ სათნოებას და განარიდებს ყოველგვარ უკეთურებას თუ მანკიერებას. ის აქებს ადამიანის
ღირსებას, ზომიერებას, სამართლიანობას, გულწრფელობას, სისუფთავეს, შრომის მოყვარეობას და სიყვარულს. ხალხისთვის სიკეთის სურვილს, ასევე მოუწოდებს სისხლისღვრისგან. თავის შეკავებასა და სამშობლოს უსაფრთხოებისკენ, კრძალავს ხალხის უსამართლოდ და შინებას. შუამავალი მუჰამედი ებრძოდა ამბოხებისა და უკეთურების ყოველგვარ ფორმასა და გამოვლინებას. წინააღმდეგი იყო ცრურწმენების განდეგილობისა და მონასტრული ცხოვრების. შუამავალმა მუჰამედმა განმარტა, რომ ალლაჰმა პატივი დასდო ადამიანს, კაცსაც და ქალსაც. მიანიჭა მათ სრული უფლებები და პასუხისმგებლობა დააკისრა თავიანთ არჩევანზე და ნამოქმედარზე. ადამიანი პასუხისმგებელია თავის ნამოქმედარზე, რომლითაც ავნო საკუთარ თავს ან სხვას. მან ქალი და კაცი თანაბრად დაადგინა რწმენაში, პასუხისმგებლობაში, სასჯელსა თუ ჯილდოში. ეს შარიათი განსაკუთრებულად ზრუნავს ქალებზე, როგორც დედაზე, მეუღლეზე, ქალიშვილზე და დაზე. შარიათი, რომლითაც მოვიდა შუამავალი მუჰამედი, იცავს საღ გონებას და კრძალავს ყველაფერს, რაც უარყოფითად მოქმედებს მასზე, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება და სხვა. ისლამი რელიგიას მიიჩნევს 13. სინათლედ, რომელიც ანათებს გონების გზას, რათა ადამიანმა ცოდნითა და სწორი ხედვით ეთაყვანოს თავის ღმერთს. ისლამის შარიათმა საღი გონების კადრი აამაღლა, პასუხისმგებლობის განსაზღვრელად დაადგინა და გაათავისუფლა ცრურწმენებისა და კერპთაყვანისმცემლობის ბორკილებისგან. ისლამის შარიათი ძლიერ აფასებს სწორ და მართალ ცოდნას, ის დადებითად აფასებს ცოდნის ძიებას, ხელს უწყობს მეცნიერულ კვლევას, რომელიც შორსაა პირადი ვნებებისა და გაუკუღმართებული ახირებებისგან. ის მოუწოდებს სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობისა და განჭვრეტისაკენ. სწორი და ზუსტი მეცნიერული კვლევები არასოდეს ეწინააღმდეგება იმ ჭეშმარიტებას, რითაც მოვიდა შუამავალი მუჰამედი. შარიათი არ გამოარჩევს რომელიმე კონკრეტული ერის ხალხს სხვა ერებისგან, მასში არ არის კონკრეტულ ხალხზე განსაკუთრებული უპირატესობის მინიჭება დანარჩენებისგან განსხვავებით, პირიქით მისი კანონების წინაშე ყველა თანაბარია, რადგან ყველა ადამიანი არსებითად თანასწორია და ერთი რომელიმე ერი მეორესთან მიმართებაში უპირატესობას არ ფლობს. ხალხის ერთი ჯგუფი ვერაფრით ჯობია სხვებს. გარდა ღვთისმოსაობისა, ალლაჰის შუამავალმა გვამცნო, რომ ყოველი ახალშობილი სპეტაკი ბუნებით იბადება. არც ერთი ადამიანი არ იბადება ცოდვილი ან სხვისი ცოდვების მემკვიდრედ. ალლაჰმა ისლამის შარიათში დააწესა მონანიება. მონანიება არის, როდესაც ადამიანი მიილტვის თავისი ღმერთისკენ და ცოდვებს თავს. ანებებს. ისლამი შლის ყველა ცოდვას, რაც მის მიღებამდე ჩაიდინა ადამიანმა, ხოლო მონანიება შლის მანამდე ჩადენილ ყველა ცოდვებს. ამიტომაც ადამიანს არაფერში სჭირდება ადამიანის წინაშე ჩადენილი ცოდვების აღიარება. ისლამის მიხედვით პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა იყოს ადამიანსა და ღმერთს შორის, ამიტომაც შენ არავინ არ გჭირდება შენსა და ღმერთს შორის დამაახლოებელ საშუალებად. ისლამი კრძალავს ადამიანის გაღმერთებას ან მის ღმერთთან გათანაბრებას ღვთაებრიობის ან თაყვანისცემის საკითხებში. შარიათი, რომლითაც მოვიდა შუამავალი მუჰამედი, აუქმებს წინათ არსებულ ყველა შარიათს, რადგანაც ისლამის შარიათი, რითაც მოვიდა შუამავალი მუჰამედი, ღვთისგან არის მოვლენილი, ის არის ბოლო და ქვეყნიერების აღსასრულამდე ძალაში მყოფი შარიათი. ის სამყაროთათვის საკმარისია. ამიტომაც გაუქმდა სხვა ყველა შარიათი, რაც მასზე ადრე იყო. როგორც სხვა შარიათები უქმდებოდა ყოველი ახალი შარიათის გარდმოვლენით. ისლამის მოსვლის შემდეგ ალლაჰი ისლამური შარიათის გარდა სხვა კანონს არ ღებულობს არც სხვა რომელიმე რელიგიას. 14. ღებულობს გარდა ისლამისა, რითაც მოვიდა შუამავალი მუჰამედი. ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ირწმუნოს, ის არ მიიღება მისგან. ვისაც ამ შარიათის დეტალური გაცნობა უნდა, მან უნდა მიმართოს სანდო წიგნებს, რომლებიც ცნობილი და აღიარებულია ისლამში. უეჭველად ისლამის შარიათი მიზნად ისახავს იმას, რასაც მიზნად
ისახავდა ყველა ღვთიური გზავნილი, ჭეშმარიტი სარწმუნოების ამაღლება. ადამიანში რომ ის იყოს მხოლოდ სამყაროთა ღმერთის ერთგული მსახური და ათავისუფლებს მას ადამიანის მატერიისა და ცრურწმენების მონობისგან. ისლამის შარიათი მოქმედია ყველა დროსა და ადგილას და არ შეიცავს არაფერს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის ჭეშმარიტ ინტერესებს, რადგან ის ალლაჰისგან არის გამოვლინებული, რომელმაც იცის, რა სჭირდება ადამიანებს. ხალხს კი ესაჭიროება შარიათი, რომელიც თავსითავად სწორია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ საკითხებს, რომელიც სასარგებლოა ადამიანებისთვის და არ არის ადამიანის მიერ შედგენილი, არამედ ალლაჰისგანაა მიღებული და ადამიანებს სიკეთისა და სრულყოფილებისაკენ წარმართავს. თუ კი ადამიანები იცხოვრებენ მისით, მათი საქმეები გამოსწორდება და ისინი დაიცავენ თავს ერთმანეთის ჩაგვრისგან. შვიდით მისი ოპონენტების დამოკიდებულება და მათი დამოწმება მის სასარგებლოდ. ეჭვგარეშეა, რომ ყველა მოციქულს ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მას, წინეღობებოდნენ მის ქადაგებას და ხალხის დაბრკოლებას ცდილობდნენ, რათა არ ერწმუნათ მისი. ასევე შუამავალ მუჰამედსაც ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, როგორც მის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგაც. უეჭველად ალლაჰი დაეხმარა მას ყველა მათგანის წინააღმდეგ, ბევრი მათგანი ძველიც და ახალიც ამოწმებს, რომ ის იყო ღვთისმრჩეული მოციქული და რომ ის მოვიდა მსგავსი გზავნილით, რითაც მოვიდნენ წინანდელი მოციქულები. მშვიდობა მათ კარგად იცოდნენ, რომ ის ჭეშმარიტ გზაზე იდგა, მაგრამ ბევრ მათგანს მის რწმენაში მრავალმა მიზეზმა ხელი შეუშალა, როგორიც იყო თანამდებობისა და თავკაცობის სიყვარული, საზოგადოების შიში, ქონების და კარგვის შიში, რომელსაც დაკავებული თანამდებობიდან ღებულობდა ადრე დიდება ალლას სამყაროთა ღმერთს. დოქტორი მუჰამად იბნ აბდულლაჰ ას-სუჰაიმ, ისლამის რწმენის საფუძვლების ყოფილი პროფესორი ისლამური სწავლებების განყოფილებაში. 15. პედაგოგიური ფაკულტეტი, მეფე საუდის უნივერსიტეტი. არ-რიადი, საუდის არაბეთი.